ბრუნდებით პირდაპირ ეთერში წლის ბოლოს მაესტროს ფაქტორი პოლიტიკურ წელს პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად აჯამებს, როგორი იყო 2015 საგარეო და საშინაო მიმართულებით ქვეყნის ცხოვრებაში და რამდენიმე წარმატებული იყო ეს წელი მათი პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის. დღეს ჩვენი სტუმარი გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძეა. მოგესალმებით ქალბატონო ნინო. მადლობთ რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ჩვენ გვექნება დრო რომ შევაფასოთ საგარეო და საშინაო მიმართულებით, როგორი იყო ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება, თუმცა არ შეიძლება რომ ყველაზე აქტუალური თემით არ დავიწყოთ. წელი სრულდება უმძიმესი პოლიტიკური სკანდალის ფონზე ხელისუფლებისთვის. ჩვენ წინა ორი ბლოკი ექსპერტებთან ერთად განვიხილავდით ამ თემას. პრაქტიკულად ზიანი იმდენად დიდია ხელისუფლებისთვის, რომ მათი შეფასებით რამაზ საყვარელიძე, გია ხუხაშვილი, ლია მუხაშავრია იყვნენ ჩვენი სტუმრები. ერთადერთი გამოსავალი ეს არის დროულად გაემიჯნონ და უშუალოდ იმ პოლიტიკურ ლიდერებს, რომელთა ავტორიტეტსაც უკვე ძალიან სერიოზული ზიანი მიადგა. თქვენ მთლიანობაში როგორ შეაფასებთ ამ სკანდალს, რამდენად სწორად სახელმწიფოებრივად იქცევა თუ არა ხელისუფლება ასეთ სიტუაციაში? იცით რა, ხა ხელისუფლებისთვის ზოგადად ეს წელი ძალიან მძიმედ და რთულად სრულდება, იმიტომ რომ პრაქტიკულად ყველა მიმართულებით ჩავარდნა აქვს ხელისუფლებას, თქვენ მე ვერ დამისახელებთ ვერც ერთ მიმართულებას, რომელიც შეიძლება არათუ წარმატებად, არამედ პოზიტიური დინამიკის მქონე ვითარებად შეფასდეს, მაგრამ ეს რა თქმა უნდა განსაკუთრებული სკანდალი გახლავთ. ეხლა რაც შეეხება გაემიჯნონ თუ არ უნდა გაემიჯნონ ადამიანებს, ეხლა უდანაშაულობის პრეზუმპცია ჯერ არავის არ გაუქმებია მსოფლიოში და მათ შორის არც საქართველოში. ამიტომ ვფიქრობ, რომ აი ესე უაპელაციოდ გამიჯნა ადამიანებისაგან თუ მათი ბრალი დადასტურებული არ არის, ეს ნამდვილად სწორი არ იქნება. სწორი იქნება ის, რომ ხელისუფლებამ გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს გამოძიება და მოეფინოს ნათელი ყველაფერს იმას, რაზეც კითხვის ნიშნები კი არა, ესე ვთქვათ, მართლა ძალიან სერიოზული წუხილები გაჩნდა საზოგადოებაში და ეჭვები გაჩნდა ბუნებრივია, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლებას უბრალოდ ამის უნარი არ აქვს. პრობლემა არის ის, რომ მე არ მჯერა, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც საქმეში არიან ჩახედულნი, ამ ზოგადად საქმეს ვამბობ მე და არა ამ კონკრეტულად ამ საქმეს, არავის არ სჯერა, რომ პროკურატურა ამის გამოძიებას შეძლებს. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ხელისუფლება რომ ეფექტური იყოს, პრაქტიკულად უკვე გამოძიების პირველი ეტაპი დასრულებული უნდა იყოს. ამ დროს ჩვენ რას ვხედავთ მხოლოდ და მხოლოდ ჭორებს, ვხედავთ გაუგებარ კომენტარებს, უბრალოდ პროკურატურას არ აქვს ამის გამოძიების უნარი, ისევე როგორც პროკურატურამ ვერ გამოიძია ვერაფერი სხვა და ვერ მიიყვანა ბოლომდე ვერც ერთი სხვა თემა, რომელიც მნიშვნელოვანი იყო და საზოგადოების მაღალი ინტერესის სფეროში იყო. აი ეს არის პრობლემა და ბუნებრივია ეს კვალიფიციურობას გულისხმობთ, რომ პოლიტიკური ნება არ არსებობს. იცით რა, კვალიფიკაცია რომ არ არის, ეს აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ისეთი ესე ვთქვათ ელემენტარული შეცდომებია ხოლმე პროკურატურის მხრიდან დაშვებული, რომ ეს უბრალოდ პოლიტიკური ნების არარსებობის შემთხვევაშიც კი პროფესიონალს ცოტა უფრო კარგად შეუძლია ხოლმე, ასე ვთქვათ, დავალება შეასრულოს და არა ისე ბრიყულად, როგორც ეს ხშირ შემთხვევაში პროკურატურაშიც და სხვა უწყებებშიც კეთდება. რაც შეეხება პოლიტიკურ ნებას, ამასთან დაკავშირებით მე ნამდვილად ვერ გეტყვით, ეხლა კონკრეტულ შემთხვევაში იქნება თუ არა ასეთი პოლიტიკური ნება, წესით უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს ხელისუფლების ინტერესებში შედის, ნებისმიერ შემთხვევაში მოეფინოს ნათელი ყველაფერ იმას, რაზეც კითხვები გაჩნდა საზოგადოებაში. ერთი რამ არის ძალიან სამწუხარო, თავად თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვთქვათ პოლიტპატიმრებს შორის არის 51 ადამიანი, რომელიც ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის წევრები იყვნენ და რომლებიც სხვადასხვა დროს იყვნენ დაკავებულნი ძირითადად 26 მაისის პერიოდში. კარგია რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ყველას არ ეხება ის კუთხის ნიშანი პოლიტპატიმრების სტატუსით განთავისუფლებულებს და იქ ნამდვილად იყვნენ ადამიანები, აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც იყვნენ პოლიტპატიმრები. მე ერთს ვიტყვი, იცით, საერთოდ ეს ძალიან მძიმე და ძალიან მტკივნეული და რთული თემა არის, ყოველთვის არის კითხვის ნიშნები ამ თემებთან დაკავშირებით და შემიძლია ერთი რამ ვთქვა, მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ პოლიტპატიმრების სიაში მოხვდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც არ უნდა მოხვედრილიყვნენ ამ სიაში, მაგრამ არ ვიქნები სამართლიანი, რომ არ ვთქვა, რომ მე ვუჭერდი მხარს ზოგადად პოლიტპატიმრების თემის, ასე ვთქვათ, განხილვას. ბუნებრივია, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ათეულობით და უფრო მეტი ადამიანი სრულიად უდანაშაულოდ იყო ციხეში და ასეთ შემთხვევაში მე შემიძლია ვთქვა, რომ
თუ ამის უკან არ არის მართლა რაღაც ის ინტერესები, რომელზეც ახლა ლაპარაკობენ და დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ არ არის ეს ფინანსური ინტერესი ამის უკან და არის მხოლოდ შეცდომა. ასეთ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ამ ტიპის შეცდომის პატიება, კიდევ ვიმეორებ, შეცდომის პატიება ნამდვილად შესაძლებელიც არის და სწორიც არის, იმიტომ რომ მსჯობს, რომ დამნაშავე ადამიანი გამოვიდეს ციხიდან, ვიდრე ერთი უდანაშაულო ადამიანიც კი იჯდეს ციხეში და პრინციპი, რომლითაც მაშინ ჩვენ ყველანი, ვინც ამ შეწყალების პროცესს უჭერდით, მხარს ხელმძღვანელობდით, ჩემი მხრიდან ყოველ შემთხვევაში იყო ის, რომ ყველაფერი გაკეთებულიყო იმისათვის, რომ ის ადამიანები, ვინც აბსოლუტურად უდანაშაულო იყვნენ, გვარებთან დაკავშირებით თუ დღეს მე ნამდვილად არ მქონია, უბრალოდ იმიტომ, რომ მე არა ვარ ამ პროცესში ჩახედული და ვერც ვიქნებოდი, მე შემიძლია თავი დავდო ნამდვილად იმ 51 ადამიანზე, რომელიც ჩვენი პარტიის სიით იყო წარდგენილი და რომლებიც ნამდვილად პოლიტიკური ნიშნით იყვნენ, ეხლა მე ბუნებრივია ვერ დავიწყებდი გამოკვლევას სხვა პირებთან დაკავშირებით, თუმცა ეხლა ჩვენ ყველანი ვისმენდით, მაშინ უკვე ატეხილ აჟიოტაჟს ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ჩემი პოზიცია იყო, რომ ჯობს დამნაშავე ადამიანი გამოვიდეს ციხიდან, ვიდრე ერთი უდანაშაულოც კი იჯდეს ციხეში, მით უმეტეს, როდესაც იმ ადამიანებმა, ვინც ჩემი პარტიის წევრები იყვნენ და ალბათ სხვებმაც, საშინელი წნეხი გადაიტანეს ციხეში, გადაიტანეს უმძიმესი შეურაცხყოფა, ფიზიკური, მორალური, სულიერი, ძალიან დიდი ტრავმები და ბუნებრივია მნიშვნელოვანი იყო ამ ადამიანების განთავისუფლება. თუმცა ერთ რამეს ვიტყვით, მაგდა ეს ყველაფერი, რაც დღეს ხდება, არ მოხდებოდა ხელისუფლება, რომ ყოფილიყო ეფექტური. ხელისუფლებას, რომ ამ პოლიტპატიმრებთან მიმართებაში ბოლომდე მიიყვანა საქმე. ეს კითხვები დღეს არ გაჩნდებოდა. თქვენ იცით, რომ არც ერთი ის ადამიანი, 51 ადამიანიდან, რომელიც მართლაც კლასიკური პოლიტპატიმრები იყვნენ და რომელთა საქმეებიც მე ჩემი თანაპარტიელების შესახებ ვლაპარაკობ და ჩემი თანამოაზრეების შესახებ ვლაპარაკობ, მათი საქმეები სტრასბურგშია ახლა გაგზავნილი. არც ერთ ამ ადამიანს დასამართლობა დღეს არ აქვს მოხსნილი. არც ერთი ამ ადამიანის მიმართ ხელისუფლებამ არ მიიყვანა საქმე ბოლომდე. არაფერი არ გააკეთა იმისათვის, რომ ამ ადამიანების რეაბილიტაცია მომხდარიყო. მორალური თუნდაც ნუ ქონება რომ არ დაუბრუნეს, ამაზე აღარ არის ლაპარაკი, ხა არ მინდა ასეთ დეტალებზე შევიდე, თუმცა ეს არ არის უმნიშვნელო ამ ადამიანებისთვის, ხო? არც ნასამართლობა მოუხსნეს არც ერთს, არც საქმეს ბოლომდე ნათელი არ მოფინეს, არც არანაირი კომპენსაცია ამ ადამიანებს არ მიუღია და უფრო მეტიც ელემენტარულად სამსახური რომ დაეწყოთ, ამაშიც კი ხელი შეწყობა არ ყოფილა დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან. და კიდევ ვიმეორებ, პოლიტპატიმრების თემა და ყველა იმ გამოძიების თემა რომ ბოლომდე მისულიყო, რაც უკავშირდებოდა პოლიტიკურ პატიმრებს. დასჯილიყვნენ ის ადამიანები, ვისი გამოისობითაც ეს უდანაშაულო ადამიანები მოხვდნენ ციხეში, დღეს ხელისუფლება გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში. საინტერესო ფრაზა მოვისმინეთ დიახაშვილისგან, პრაქტიკულად კონტრრევოლუციას ვადევნებთ დღეს თვალს პოლიტიკურ პროცესშიო. საინტერესო იქნება თქვენი შეფასება და უშუალოდ რამდენად ეს არის ნაციონალების კონტრრევოლუცია გარკვეული თვალსაზრისით. მეორეს მხრივ დღეს უკვე ითქვა, რომ უკვე საჯაროდ, რომ ბიძინა ივანიშვილი იქნება აქტიური მონაწილე წინასაარჩევნო კამპანიისა ქართული ოცნების მხარდასაჭერად ბუნებრივია. რამდენად ექნება ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ მრჩევლისთვის? თქვენი შეფასებით რა იქნება ის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლის მიხედვითაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში უკვე საზოგადოება გააკეთებს არჩევანს ამა თუ იმ პოლიტიკური ორგანიზაციის მხარდასაჭერად? ახლა რაც შეეხება კონტრრევოლუციას, კონტრრევოლუციის ნიშნები კარგახანია შეიმჩნევა იმ თვალსაზრისით, რომ ქართულმა ოცნებამ თავისი აბსოლუტური უხერხემლობით და უსუსურობით, რომლის ერთი მაგალითიც თუნდაც ეს პოლიტპატიმრების თემა იყო, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ნაციონალური მოძრაობა გაცოცხლებულიყო და დღეს ნაციონალური მოძრაობა ბედავს საერთოდ ხმის ამოღებას. მე დღეს ესე ვთქვათ, ხედავდი, რომ ახალაია ლაპარაკობს იმაზე, რომ რაც უდათ ექცევიან ციხეში, 1000-ჯერ მეტი ეკუთვნის, მაგრამ მაინც არ უნდა მოექცნენ თუ ცუდად ექცევიან, იმიტომ რომ ყველას უფლებები უნდა იქნეს დაცული, თუნდაც ყველაზე გარეწარი და ყველაზე ნაძირალა ადამიანის, ვინც არ უნდა იყოს ეს, მაგრამ უბრალოდ ესე ვთქვათ, ცინიკურია, როდესაც ახალაია ლაპარაკობს იმაზე, რომ ესე ვთქვათ, მათ ციხეში თურმე ცუდად ექცევიან და ესე ვთქვათ, ციხეში პრობლემებია. კიდევ ვიმეორებ, თუ მას აწამებენ, თუმცა ამის ფაქტები ჩვენ არ აგვაქვს, ეს მიუღებელია, იმიტომ რომ არავინ არ უნდა აწამონ, მაგრამ ნუ ახლა ზოგადად რომ პოლიტპატიმრებზე ლაპარაკობს ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც მართლა ასობით პოლიტპატიმარი და 1000-ობით უკანონო პატიმარი ყავდა, ეს ამ ხელისუფლების დანაშაულია და ნამდვილად ეს ხელისუფლება არ იღირს კონტრრევოლუციის, ოღონდ არანაციონალური მოძრაობის მხრიდან, იმიტომ რომ ეს ქვეყანას დააქცევს. ხა მე არ მინდა ნაციონალურ მოძრაობაზე ვილაპარაკო, სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ვისაც ოდნავ გონება გახსნილი აქვს, ყველამ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ნაციონალური მოძრაობის
რაიმე ტიპით ხელისუფლებასთან გაკარება დღეს ან ხვალ თუნდაც საქართველოსთვის უბრალოდ ნაციონალურ მოძრაობაზე ლაპარაკი არ ღირს იმ სამარცხვინო კადრების შემდეგ, რომელიც გამოქვეყნდა დღეს სააკაშვილთან დაკავშირებით, უბრალოდ შეურაცხყოფილი ვიყავი როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი არ აქვს მნიშვნელობა მე მისადმი როგორი დამოკიდებულება აქვს, ის იყო ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი, ხო? ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ზის როგორც რიგითი მართლა ერთ-ერთი მოხელე სხვა სახელმწიფოს პრეზიდენტის სათათბირო მაგიდასთან და მას აყენებენ შეურაცხყოფას და სრულიად დამსახურებულს და აყენებენ ამ შეურაცხყოფას საშინელი სიტყვებით და ის პრაქტიკულად ამ შეურაცხყოფას ყლაპავს გარკვეულ დოზამდე ყოველ შემთხვევაში. ეს არის სამარცხვინო ამ ქვეყნისთვის და პარტია, რომელიც ვერ ახერხებს ამ ადამიანისაგან გამიჯვნას და ვერც მოახერხებს, იმიტომ რომ ხა ნაციონალურ მოძრაობა სააკაშვილის გარეშე ნამდვილად არაფერს არ წარმოადგენს, მე მგონი რომ საერთოდ ამ პარტიაზე წესი და რიგით ლაპარაკი საქართველოში არ უნდა იყოს. რაც შეეხება ქართულ ივანიშვილის ფაქტორი თუ იქნება გადამწყვეტი. ნუ ხა ივანიშვილის ფაქტორი ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამ 4 წლიანი მმართველობის პერიოდში, ანუ 1 წელი კიდევ დარჩა, მაგრამ რაც იქნება არჩევნებისთვის, ეს ფაქტორი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვნად შემცირდა. იმიტომ რომ მოსახლეობამ დაინახა, რომ არც ერთი დაპირება პრაქტიკულად, რომელიც ივანიშვილმა გასცა, მისმა გუნდმა და მან თავად ვერ შეასრულა ვერც ერთი ეს ამ დაპირებათაგანი. ერთადერთი რაც გაკეთდა და ამას მე ყოველთვის ვამბობ, რომ ის ტერორი აღარ არის, ესე ვთქვათ, პოლიტიკური ტერორი იმ მასშტაბის, რომ მასშტაბითაც იყო ბუნებრივია და ეს მნიშვნელოვანია, თუმცა არის ელემენტარულად ტერორი ქუჩაში. კრიმინალური ვითარება არის, კრიმინოგენური ვითარება არის აბსოლუტურად კატასტროფული. ჩვენ ვხედავთ, რომ აი ქუჩაში შეიძლება უკვე მართლაც იყოს სროლა და ეს მოხდეს თქვათ სკოლასთან ახლოს, ანუ რეალურად საშიშია უბრალოდ ბავშვის ქუჩაში გაშვება და ან თუნდაც ზრდასრული ადამიანის. ვხედავთ იმას, რომ ყოველდღე ხან ბანკს ძარცვავენ, ხან რაღაც ხდება, ანუ ესე ვთქვათ, ამ მიმართულებითაც ძალიან რთული ვითარება და ეკონომიკური ვითარება. ხა ზოგადად იმაზე ლაპარაკი, იცით რომ დაბრუნდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში, ცოტა ესე ვთქვათ, უხერხული და არასერიოზულია, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი არსად არ წასულა. ეხლა ის მხოლოდ ფორმალურად წავიდა და ფასადი შეიცვალა, თორემ ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ქვეყანას ვერ მართავს სამწუხაროდ, მაგრამ ფორმალურად და რეალურად მართავს ბიძინა ივანიშვილი, როგორც იმართება, ყოველ შემთხვევაში მართავს ივანიშვილი. არც ერთი გადაწყვეტილება მის გარეშე არ მიიღება, ეს აბსოლუტურად ნათელია, ამიტომ რეალურად ის პოლიტიკიდან არ წასულა და რეალურად ნამდვილად მას მოეთხოვება პასუხი ყველაფერზე, თუ რამე კარგია, მასეც მადლობა უნდა ითქვას, თუმცა მე ვერ ვხედავ სამწუხაროდ ამ კარგს და იმ პრობლემებზე, რომელიც არის ასევე მან უნდა გასცეს პასუხი. იცით რაშია საქმე, მაგდა? აი ხა მე სპეციალურად წამოვიღე, ხა იცით ხოლმე რომ როგორც წესი ჩანაწერებს ვით არ ვსარგებლობ, მაგრამ სპეციალურად წამოვიღე ეს ჩანაწერი, იმიტომ რომ აქ არის მთავრობის, ესე ვთქვათ, ოფიციალური მონაცემები, ანუ არა ის, რასაც ან არასამთავრობოები, ან ოპოზიციური პარტიები, ან ჩვენი ექსპერტები, ჩვენი ესე ვთქვათ, დამოუკიდებელი ექსპერტები, ან ჩვენი მხარდამჭერი ექსპერტები გვეუბნებიან, არამედ ის, რაც არის მთავრობის ოფიციალური განაცხადი და სტატისტიკის დეპარტამენტის და მთავრობის განცხადებები. აი, უბრალოდ შევადაროთ რამდენიმე ციფრი. ლარის გაუფასურება. წლის დასაწყისში ჩვენ გვახსოვს, რომ კურსი იყო ლარი და 88 თეთრი, დღეს არის 2 ლარი და 40 თეთრი. ანუ თუ ამას ჩვენ მივუსადაგებთ პენსიონერების მდგომარეობას, რომელსაც 150 ლარიანი პენსია აქვთ, არა, მათ დაახლოებით $17 ეკვივალენტით შეუმცირდათ ეს პენსია და ხელისუფლება უსინდისოდ ლაპარაკობს იმაზე, რომ 10 და 20 ლარით უნდა მოიმატოს პენსიამ. ნოემბრის თვეში ინფლაციამ წინა წლის ნოემბერთან შედარებით შეადგინა 6.3%. ჩვენ ხელისუფლება გვეუბნება, რომ 6%-იანი ინფლაცია არაფერი არ არის. დიახ ბატონებო, თქვენთვის ნამდვილად, ვისაც მილიარდები აქვს და ვისაც 10,000 ლარი აქვს შემოსავალი, ეს ოფიციალური შემოსავალი, მისთვის შეიძლება 6%-იანი ინფლაცია არაფერი არ იყოს, მაგრამ ვისაც 150 ლარი აქვს პენსია და ხელფასი და 200 ლარიანი შემოსავალი, მათთვის 6%-იანი ინფლაცია ძალიან ბევრია. საარჩევნო წელია ქალბატონინო, რა იქნება თქვენი მთავარი გზავნილი? აი სწორედ ის, რომ ეს ყველაფერი არ ხდებოდეს. აი მე 2 ციფრს გეტყვით კიდევ და ეხლავე მოგახსენებთ ჩემ გზავნილთან დაკავშირებით. შარშანდელთან შედარებით 650 მილიონი დოლარით ნაკლები იქნება ქვეყნის ექსპორტის მოცულობა, ეს არის 23%-იანი კლება, რაც არ უნდა ილაპარაკოს ჩვენმა მთავრობამ, მათივე ციფრები არის ესა და გარდა ამისა, ესე ვთქვათ, შემიძლია გითხრათ, რომ ასევე ოფიციალური მონაცემებით თუ ესე ვთქვათ, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ყოფი მოსახლეობის ხვედრითი წილი მოსახლეობაში 2003 წელს იყო 9.7%, წელს ეს არის უკვე 11.6%, ანუ უკიდურესად ღარიბი ადამიანების რაოდენობა გაიზარდა. ეს არის ის ადამიანები, მაგ
მაგდა ეს კარგად გავაცნობიეროთ, ვისაც საჭმლის პრობლემა აქვს, ვინც ხორცს თვეების განმავლობაში ვერ ჭამს, ვერც თავად და ვერც თავის შვილებს ვერ აჭმევს ხორცს. ეს არის ის პრობლემა, რომელიც არის უმძიმესი და ამაზე ყველაფერზე აი თქვენ ბრძანეთ, რომ თქვენი მთავარი გზავნილი რა იქნებაო. მე ამაზე ვლაპარაკობდი 2 წლის წინ. როდესაც მე პირველად განცხადება გავაკეთე იმასთან დაკავშირებით, რომ არასწორად მიდის ეკონომიკური პოლიტიკა და იქნება ქვეყანაში ინფლაცია, იქნება ქვეყანაში აუცილებელი, რომ ბიუჯეტის სეკვესტრი განხორციელდეს მეთქი, მე ლამის ესე ვთქვათ პოპულიზმში დამდეს ბრალი და ლამის ქვეყნის ღალატში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სწორი იყო ჩვენი განცხადებები. მე ჯერ კიდევ 1 წლის წინ ზუსტად 2014 წლის 12 დეკემბერს გავაკეთე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტის არსებული ხარჯებით შესაძლებელია, რომ პენსია გაიზარდოს არა 10 ლარამდე და 20 ლარამდე, არამედ 30 და 40 ლარამდე მინიმუმ და გაზრდილიყო ეს შესაძლებელი იყო გასული ამ წლის იანვრიდან და არა გაისის იანვრიდან. ნიშნავს თუ არა იმას ქალბატონინო, რაზეც თქვენ საუბრობთ, რომ გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა წინასწარჩენოდ გარკვეულად შეიცვლის ნიშას, იმიტომ რომ საგარეო პოლიტიკა, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია, ეს იყო თქვენი ტრადიციული, ასე ვთქვათ, გზავნილები. დღეს უკვე თქვენ საუბრობთ სოციალურ პრობლემებზე, ეკონომიკაზე, ანუ რაღაც მსგავსი ცვლილება თუ ეგეგმება. იცით რაშია საქმე, ხა საგარეო პოლიტიკის სწორად განხორციელება ქვეყანას სჭირდება იმისთვის, რომ მოსახლეობა ცხოვრობდეს კარგად. ანუ ნებისმიერი ხელისუფალის ამოცანა რა უნდა იყოს. ის კი არა თვითმიზანი, რომ რაღაცა დაალაგოს რომელიმე მიმართულებით. არა, მიზანი უნდა იყოს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, მოსახლეობის სტაბილურ გარემოში ცხოვრება და სტაბილური გარემოს უზრუნველყოფისთვის არის საჭირო საგარეო პოლიტიკის სწორად განხორციელება. ანუ ყველაფერი, რასაც ხელისუფალი აკეთებს, მაგდა უნდა იყოს ორიენტირებული ადამიანზე. ყველაფერი უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ შენი ქვეყნის მოსახლეობა იყოს დაპურებული, იყოს ესე ვთქვათ, განათლებული, ცხოვრობდეს მშვიდად, სტაბილურ გარემოში. ამისთვის აუცილებელია, აბსოლუტურად აუცილებელია საგარეო ვექტორის და ვექტორების დალაგება და სწორად განსაზღვრა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, რაც აუცილებლად ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. იცით, როცა მე სულ ვლაპარაკობ მუდმივად და ძალიან მტკივა გული, როდესაც ვხედავ, რომ პრაქტიკულად პოლიტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა სერიოზულად აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარებაზე არ ლაპარაკობს. არადა მე მინდა რომ ჩვენმა მოსახლეობამ გაიცნობიეროს, მე მესმის, ხანდახან შეიძლება მართლაც ადამიანმა, რომელსაც მშიერი შვილი ყავს, ან უწამლობით შეწუხებული მოხუცი ყავს სახლში, ვერ იფიქროს აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარებაზე, მაგრამ ერთი რამე უნდა გააცნობიეროს ჩვენმა მოსახლეობამ, მაგდა თუ აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარება არ დაიწყო, ჩვენ ვერც ამ ეკონომიკურ პრობლემებს ვერ მოვაგვარებთ. გამორიცხულია ეს. ქვეყანა თუ არ გამთლიანდა, ქვეყანა ფეხზე თუ არ დადგა და არ მოგვარდა ის უმთავრესი პრობლემები, რაც არის უმნიშვნელოვანესი, ეკონომიკური პრობლემებიც ვერ მოგვარდება და ყოველთვის იქნება ესეთი რყევები. შეიძლება ცოტა წინ წავიდეთ, ცოტა შეიძლება ადამიანებმა ამოისუნთქოს, მაგრამ როგორც კი რაღაცა შეიცვლება მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ისევ ძალიან მოწყვლადი იქნება ჩვენი ეკონომიკური ვითარება. რაიმე კონკრეტული გზა, მიმართულება, როგორც შეიძლება დაიწყოს ამ პრობლემის მოგვარება, იმიტომ რომ მართლაც საუბარი ერთია და კონკრეტული გეგმა მეორე. იცით რაშია საქმე, ხა ნამდვილად კონკრეტული გეგმა ჩვენა გვაქვს და ნამდვილად მე არ ვამბობ რომ ეს კარგია, მაგრამ სამწუხარო რეალობა ასეთია დღეს, რომ ქვეყანაში ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია ნამდვილად საგარეო პოლიტიკური პრობლემების მოგვარებას, ნამდვილად ეს ერთადერთი ადამიანი ზის ახლა ამ წუთში თქვენს წინაშე. ეს შეიძლება ესე ვთქვათ, ვიღაცას არ მოეწონოს, მაგრამ ეს არის ფაქტი, მე ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს თუ ვინმეს აქვს შანსი, რომ საქართველოს აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემების მოგვარება დაიწყოს და ამ მიმართულებით გარღვევა გააკეთოს, ეს ნამდვილად ვარ მე შემიძლია ეს გავაკეთო და ბუნებრივია ამისთვის მე ადამიანების მხარდაჭერა და მანდატი მჭირდება. კონტაქტებს, კომუნიკაციას. მე პირველ რიგში გულისხმობ ჩემ ცოდნას მაგდა. იმიტომ რომ საქართველოში დღეს ძალიან ცოტა არის ადამიანი, რომელმაც რეალურად პოლიტიკა იცის და რომელმაც იცის საგარეო პოლიტიკა და როგორ უნდა წარმართოს ეს საგარეო პოლიტიკა. პირველ რიგში ეს არის ჩემი ცოდნა, ეს არის ჩემი გამოცდილება, ეს არის რა თქმა უნდა კონტაქტები, რომელიც მე მაქვს არა მარტო რუსეთის ფედერაციაში, არამედ დასავლეთშიც, ყველგან, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ევროპაშიც, თურქეთშიც, ყაზახეთშიც და აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, ეხლა ბურუნდიში არა მაქვს კონტაქტები და ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ მთავარი პრიორიტეტი საქართველოსი ბურუნდი უნდა იყოს და ან თქვათ რომელიმე სხვა მე არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ უბრალოდ ვამბობ, რომ არის ქვეყნები, სადაც ეს კონტაქტი არ არის. კონტაქტებზე რო ვისაუბრობთ, მნიშვნელოვანი და ამ შემთხვევაში უნიკალური
რა თქმა უნდა, არის უფრო რუსეთის მიმართულება, იმიტომ რომ დასავლეთში მათ შორის ნაციონალურ მოძრაობასაც აქვს ასევე ძალიან სერიოზული კონტაქტები. თუმცა ამ ბოლო დროს თუ კი თქვენ კონკურენტებს გადავხედავთ, დაუშვათ, აი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების ექსკლუზიურობა, ასე ვთქვათ, მხოლოდ თქვენ პარტიას აღარ აქვს, იმიტომ რომ არიან სხვა პარტიები, იქნება ეს პატრიოტთა ალიანსი, ქართული და ისინიც უკვე ამ მიმართულებით საუბრობენ, მუშაობენ და გარკვეულ ნაბიჯებსაც დგამენ. აი მათ ამ კონკურენტებს როგორ აღიქვამთ ამ შემთხვევაში? თუ ექსკლუზიურობაში ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ვინ ლაპარაკობს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაზე, მაშინ შეიძლება თქვათ, რომ ექსკლუზიურობა აღარ აქვს. თუ ვლაპარაკობთ იმას, ვის შეუძლია რეალურად მოგვარება, ეხა მაგდა ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ეხა მე არ მგონია რომელიმე ჭკვანტყოფილ ადამიანს საერთოდ კითხვა გაუჩნდეს იმასთან დაკავშირებით, ვის უფრო შეუძლია რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება, ბურჯანაძეს, პატრიოტთა ალიანსს თუ ქართულ დასტურ ნებისმიერ რომელიმე სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციას. ამიტომ მე ამას ესე ვთქვათ ძალიან მშვიდად უყურებ, თავარია უბრალოდ ამ მრჩეველმა მართლაც ესე ვთქვათ გონივრული დასკვნა გააკეთოს და ამოვიდეს არა ემოციოდან ვინ ლაპარაკობს ან ვინ უფრო მეტად ესე ვთქვათ იცემს მჯიხს გულზე, არამედ ვის შეუძლია რეალურად კონკრეტული საქმის გაკეთება. რაც შეეხება იგივე დასავლეთს, ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად ექსკლუზიური კონტაქტები მაქვს ასევე დასავლეთთან, იმიტომ რომ განსხვავებით ნაციონალური მოძრაობისაგან, რომელიც იმიტომ არის დასავლეთისათვის სასურველი, რომ აბსოლუტურად უსიტყვოდ ასრულებს ძალიან ბევრ დავალებას, რომელიც მიცემული აქვს და პროექტის ნაწილია, მე ნამდვილად სხვაგვარად ვლაპარაკობ დასავლეთთანაც, აღმოსავლეთთანაც, ჩრდილოეთთანაც და სამხრეთთანაც. ეს არის ერთმნიშვნელოვანი, მე არასოდეს არ ვლაპარაკობ მონური ენით, არასოდეს არ ვლაპარაკობ იმენით, რაინთაც თუნდაც ჩვენი ხელისუფლება ლაპარაკობს, გნებავთ დასავლეთთან და გნებავთ რუსეთთან მიმართებაში, როცა ხელისუფლება ლაპარაკობს იმაზე, რომ ჩვენ ჩავაბარეთ გამოცდა, რომ ჩვენ კარგად შევასრულეთ საშინაო დავალება, რომელიც დასავლეთმა მოგვცა. არ შეიძლება ასეთ ხელისუფლებას დასავლეთი პატივს სცემდეს. რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა საგარეო თვალსაზრისით ქვეყნის ცხოვრებაში ამ წელს? მაგალითად ის, რომ ნატოს კომუნიკეში კიდევ ერთხელ ჩაიწერა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ეს ითვლება ხელისუფლების შეფასებით ძალიან დიდ უბრალოდ ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის. ახლა რაზე ვლაპარაკობთ? რამდენჯერ უნდა ჩაიწეროს მაპზე უკეთესი. ხელისუფლების აბსოლუტური კრახი იყო ის, რაც მოხდა ნატოსთან დაკავშირებით და ხელისუფლებამ როგორც იქნა, როცა დაინახა ის, რომ არც მაპი იქნება და არც ნატოს წევრობა და ასე შემდეგ, მერე თქვეს, რომ ჩვენ გვეუბნებიან, რომ არ იქნებით ნატოს წევრებიო, თუმცა მანამ გვეძახდნენ, რომ აუცილებლად მივიღებთ ან წევრობას, ან მაპზე უკეთეს და საერთოდ არ გვჭირდებაო, ხო, თავდაცვის მინისტრი ამბობდა მაპი იმისათვის, რომ ნატოში შევიდეთო, მერე ოღონდ აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის. საერთოდ გვეუბნებოდა ბატონი ბერძენიშვილი, რომ მეხუთე მუხლზე უარი ვთქვათ და ისე შევიდეთ ნატოშიო, რაც აბსოლუტური აბსურდია, მინდა გითხრათ, ისე ხა მინდა ვთქვა, რომ ბატონი ბერძენიშვილები ნამდვილად არაკომპეტენტურები არ არიან, მაგრამ დღეს მოვკარი თვალი კიდევ განცხადებას, რომ პრეზიდენტი რიგითი მოქალაქეაო და ძალიან დიდი ბოდიში ბატონებო, მაგრამ პრეზიდენტი არ არის რიგითი მოქალაქე. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ისევე ვალდებულია კანონის წინაშე, დაკითხვაზე მივიდე, დაკითხვაზე ესე ვთქვათ, პასუხები გასცეს და ასე შემდეგ, როგორც ნებისმიერი სხვა მოქალაქე, მაგრამ პრეზიდენტი რიგითი მოქალაქე ნამდვილად არ არის არსად დედამიწაზე, არც ერთ ქვეყანაში. ის არის აღჭურვილი უკიდურესად მნიშვნელოვანი უფლებამოსილებებით, რომელსაც ნუ ახლა რატომ და როგორ ვერ ანხორციელებს და რა ხდება ოცნების მხრიდან, ეს ცალკე თემაა. ეხლა რაც შეეხება თქვათ საგარეო მიღწევას, ხო, ჩვენ ნატოსთან დაკავშირებით თქვით, რომ ხელისუფლების სრული კრახი იყო, აბსოლუტური ნატოსთან მიმართებაში და ეს მოსახლეობამ ძალიან ათლად დაინახა. ეხლა ცდილობენ, რომ კვლავ ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით აბსოლუტური ტყუილებით გამოყვებონ მოსახლეობა და კი ბატონო, იცით რა, ტექნიკური დასკვნა დადებითიც რომ იყოს, ეს არაფერს არ ნიშნავს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, იმიტომ რომ ესეთი ორგანიზაციები, როგორც არის ნატო, ევროკავშირი, ისინი მხოლოდ ტექნიკურ საფუძველზე არ იღებენ გადაწყვეტილებას, თორემ ტექნიკური გადაწყვეტილება რომ იყოს მნიშვნელოვანი მხოლოდ, მაშინ ჩვენ დღეს ნატოს წევრები უნდა ვიყოთ. იმიტომ რომ ალბანეთზე წინა ვართ ნამდვილად ყველანაირი ტექნიკური მონაცემებით. სწორედ პოლიტიკური კომპონენტია ის, რაც ჩვენ არ მოგცემს ვიზა ლიბერალიზაციას, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, იმის და მიუხედავად, როგორი პოზიტიურიც არ უნდა იყოს ტექნიკური დასკვნა. პოზიტიური არ იქნება. არა, შეიძლება დასკვნა პოზიტიური იყოს, თუმცა ძალიან ბევრ ამას თუ გავითვალისწინებთ, კითხვის ნიშნებით შეიძლება იყოს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ კიდევ ამბობ, საუკეთესო შემთხვევაში
შემთხვევაში ხელისუფლებისთვის, რომ დასკვნა დაუშვათ თუ იქნება დადებითი, ესეც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ლიბერალიზაციას მივიღებთ და ერთი რამე კიდევ დასრული თუ შეიძლება და მთავარი გამოწვევა რა იქნება. აი, როცა ვლაპარაკობ, თქვათ რუსეთთან მიმართებაში, ხო, ერთადერთი რაც დაუშვათ მეტნაკლებად, თქვათ ჟურნალისტებს ჰქონდათ ხოლმე სათქმელი, მეუბნებოდნენ, რომ აი ქალბატონი ნინო, ხომ შეცვალა რიტორიკა ხელისუფლებამ რუსეთთან მიმართებაში. რაზეც მე ვამბობდი, რომ ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ეხლა აღმოჩნდა ქალბატონი ხიდაშელის განცხადების, ასე ვთქვათ, ფონზე, რომ კი არ შეცვალა რიტორიკა ხელისუფლებამ, გაასწრო ოქრუაშვილს და მიხეილ სააკაშვილს, იმიტომ რომ იმდენი ჭკუა მაინც ყოფნიდათ წინა ხელისუფლების დროს, რომ ყველაზე მტკივნეულ ადგილზე არ დაეჭირათ, ესე ვთქვათ, ფეხი რუსეთის ხელისუფლებისათვის და ეს არ არის ზოგადად რუსეთის ხელისუფლებისთვის მტკივნეული პრობლემა, ეს ზოგად საკაცობრიო პრობლემაა და ლენინგრადის ბლოკადასთან დაკავშირებული განცხადებას. თქმა უნდა, მე ჯერ უბრალოდ არ მესმის, როგორ შეიძლება ქალმა თქვა ესეთი რამ. როდესაც იქ დედები იყვნენ, რომლებიც უყურებდნენ მათი შვილების შიმშილით როგორ იხოცებოდნენ და არჩევა უწევდათ დედებს, რომელი შვილისთვის მიეცათ საჭმელი, რომ უფრო დასუსტებული, რომელსაც ვერაფერი ვეღარ უშველი და ესე ვთქვათ, ფაქტიურად გაეწირათ და მისი საკვები მიეცათ მეორე შვილისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ გადარჩენის შანსი ჰქონდა. ხალხმა ეს გადაიტანა და დედა, ქალი, რომელსაც ალბათ ეს წაკითხული აქვს, გამოდის და ამბობს, რომ კატებს და ძაღლებს ჭამენო. ძალიან საინტერესოა, იცით, ექსპერიმენტი ხომ არ ჩაგვეტარებინა ერთი 90 დღე იშიმშილოს ქალბატონმა ხიდაშელმა და საინტერესოა მერე რა ხასიათზე დადგება. ეს იყო ისეთი სილის გაწნა რუსეთისთვის, მაგდა. ჯერ ერთი კიდევ ვიმეორებ, ეს არის ზოგად საკაცობრიო უბრალოდ შეურაცხყოფა და არაადამიანობა, არატოლერანტობა და სიბრიყვე პოლიტიკური და ისეთი სილის გაწნა, რომელსაც რუსეთი ამ ხელისუფლებას გარწმუნებთ არავითარ შემთხვევაში 2016 წელს რა იქნება ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევა? 2016 წელს ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევა, არ ვილაპარაკებ ახლა პოლიტიკური პარტიებისათვის ეს რამდენად მნიშვნელოვანი, ესე ვთქვათ, გამოწვევები იქნება, იმიტომ რომ ყველა პარტიას თავთავისი პრობლემა ექნება, ბუნებრივია და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველა პრობლემას გადავლახავთ ეფექტურად და ნამდვილად შევძლებთ მოსახლეობის დარწმუნებას, მაგრამ მთავარი პრობლემა იქნება ის, რომ მოსახლეობა გამოფხიზდეს, მაგდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მესმის და წინა სტუმრებით საუბრობდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ არის ნიჰილიზმი ადამიანებში, არის იმედგაცრუება, გასაგებია, მაგრამ იმედგაცრუება ნიშნავს იმას, რომ ხელი მოვაწეროთ ცვლილებების გარეშე, ესე ვთქვათ, ქვეყნის დატოვებას, რაც ქვეყნისათვის დამღუპველია, ქვეყანა მიდის ჭაობისკენ, ეს არის კატასტროფა ქვეყნისათვის, ამიტომ მოსახლეობამ უნდა გააკეთოს დასკვნა ძალიან მარტივი, ესე ვთქვათ, ფორმულიდან გამომდინარე. ემოციიდან გამომდინარე არა და დღევანდელ პრობლემას ვინ მომიგوارებს აქედან გამომდინარე არა, იმიტომ რომ არც დღევანდელი მოგვარებული თანხით პრობლემა, არც დღევანდელი მოგვარებული რამე სხვა პრობლემა გრძელვადიანი ვერ იქნება. მოსახლეობამ თავის თავს უნდა დაუსვას კითხვა. ქვეყანა დგას კატასტროფის წინაშე, ვინ არის ის ადამიანი, ის პოლიტიკური ლიდერი და ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამ პრობლემების მოგვარება შეუძლია და არა მხოლოდ ამ პრობლემებზე ლამაზი ლაპარაკი. ასეთი იყო დღეს მაესტროს ფაქტორი, ჩვენი სტუმარი, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე გახდათ. მე გემშვიდობებით, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.